დღეს არის 10 მაისი, 15 დღეში მაგ დაბადების დღე. ხდები 27 წლის და უბრალოდ მინდა რომ საჩუქრად მქონდეს მენტალური ჯანმრთელობა, დალაგებული სხვა მეტი არაფერი არ მინდა. დავიწყებ იმით, რომ მე ვნახე შენი ვიდეო და სადაც ტიროდი და ღმერთს ეხვეწებოდი, რომ დაბადების დღეზე ერთი სრული შემსვლე პანიკური შეტევები არ მქონდესა და ფოტოები ძალიან. ხო, და მე მონოლოგი მოგიძღვანი ვიდეო და გითხარი, რომ მე მახსოვს ჩემი ასეთი დაბადების დღეები, ახალი წლები, ცაში გახედვები, მთვარესთან ლაპარაკები, ეკლესიასთან ჩავლები, ყველაფერს ვიყენებდი იმისთვის, რომ მეთხოვა ღმერთისთვის, რომ ღმერთო გთხოვ, აღარ მქონდეს პანიკური შეტევა, ქუჩაში გასვლა არ შემეშინდეს. ღმერთო გთხოვ, აეშფო სიკვდილი შიში, ღმერთო გთხოვ, დადგეს ის დღე, როდესაც ერთ დღეს შიშის გარშე ვიცხოვ და დადგა. და მინდა და მეთქვა, რომ შენ ცხოვრებაში დადგება ეს დღე და მინდა და მეთქვა ყველა ჩემი მაყურებლისთვის, რომ არ არსებობს იმაზე ცუდი ფიქრი, ვიდრე მე მქონდა მაშინ. ამან გაიარა, მაინც გაიარა. და მე მინდა და შენთვის მეთქვა, რომ შენიც გაივლის, მაგრამ ეხლა მითხარი ჯერ ვიდრე შენზე მოვაყოლებ და შენ ამბავზე, რა ტიპის ფოთვები გაქვს, რა სიმპტომები გაქვს? ძილის არევა და მსგავსი რაღაცები ხო, მაგრამ აი რეალურად აი შეიძლება რაღაცას ვაკეთებდე, რაღაცის პროცესში ვიყო, სახლს ვალაგებდე და რაღაც და აი უცბად ხელები, კანკალი, შფოთვები, სუნთქვის უკმარისობა და იმგონია რომ ვითიშები და ყველაზე მეტად ხოლმე მეშინია რომ მე ძალიან დიდი ხანია მარტო ცხოვრობ. აი ყველაზე მეტად მეშინია რომ რო გავითიშო, აი როდის გაიგემენ ჩემები, აი როდის ამოვა, აი ეს პროცესი მეშინია, მე იმათი ნერვიულობა, რომ აი კონტაქტზე რო არ გავდო, ზოგჯერ მაქვს ხოლმე ესეთი მომენტები, რომ აი საერთოდ არ მინდა კონტაქტზე არავისთან გავსვა. აი ეს არის კატასტროფა. ეს ხდება ყოველგვარი შესავლის გარეშე, თუ ხდება რაღაციდან გამომდინარე, დამეწყო ჩემი შფოთვები. აი რეალურად დამეწყო, აი ადრე რომ მეგონა რომ რა დეპრესია, რა ჩალექილი რაღაცები ძალიან მარაზმი მეგონა, მაგრამ მე რეალურად ჩემი ბავშვობიდან რაღაცები რომ ამომიტივტივ და რაღაცები რომ გავიგე და რაღაცები რომ აი ნელ-ნელა რომ მიდიოდა ეტაპ-ეტაპ, აი თითქოს უკვე აი საშინელება მქონდა რა, აი საკუთარი თავის დაკარგვას, რასაც ეძახიან, აი სარკეში ჩახედვა არ მინდოდა ხოლმე. და აი მიმან განაპირობა რომ აი ჩემმა ამბავმა რეალურად აი მან რომ აი რაღაც აყვანილი ვარ და რაღაც აი თითქოს რაღაცა აღარ გინდა რომ ამ ამბისგან ტრაგედია შექმნა ზუსტად TikTok-ზე დაგაკომპლექსა ეს და არა ზოგადად ხალხმა არა აბავი ჩემაში დაწრემ რომ აი ვინც მეგონა რომ ახლობელი იყო და მე რომ აი როგორც ხა თქვენთან ვზივარ და მე რომ გიყვებით იმას რომ მოუყევი რაღაცები რეალურად მივიღე ის რომ რა დრამაში ხარ მე რა ოკეია რეალურად არ არის ჩემთვის ოკეი შეიძლება მე ასაკით პატარა ვარ 27 წლის ვხდები მაგრამ არა ხარ შენ ასაკით პატარა ხო აღარ ვარ საბა აღარ არის ჩემი ასაკით პატარა ვიყავი რომ გავიგე ეს ამბავი მაგრამ ყველაფერს ხო გაჩნია როგორ იგებ რა პროცესებია ესე რომ უცბად მოდიან და იცი რა შენი ამბავი ხალხი კვდება და რა გონია რომ რეალურად ამიტომ რადგან ცოცხალი ვარა ხო და არ უნდა ვიბრძოლო ჩემ ბედნიერებს ძალიან ბევრმა რაღაცამ აი კომპლექსები რო ახსენეთ ზუსტად ეგ არის რომ ხალხს გონია რომ ჩემ ამბავს ვიყენებ ფსიქოთერაპევტთან ყოფილ ხარ არა არასოდეს შენს ბავშვობაში შენს მნიშვნელოვან წლებში დედა ისე დაგიჭირეს ნარკოტიკების ბრალით შემდეგ 9 წლიანი სასჯელი ისე მოიხადა შემდეგ ეს დედა ისე გამოვიდა, მე ისე წავიდა, მე ისე დაკარგე ნათლის კერა. მე ეს ყველაფერი ისე გაიარო ფსიქოთერაპევტთან არ ყოფილ. და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ჩემი საქმით, ცეკვით და ჩემი ძალებით, ენერგიებით გამოსულიყავი ამ მდგომარეობიდან. ეს იგივეა, რომ შენ ახლა იწოდე ცეცხლში და ამბობდე, რომ მე ცეკვით ჩავაქრობ ამალს. აი ამას მეუბნები ახლა შენ. მარტივი ტრავმა ბავშვობის, აი დედა რო არასწორად გეტყვის მიგანიშნებს ნაკვთზე თუ აი რაღაცა აი რო იციან დაგვაჯერებენ რომ ეგოიზმია საკუთარ თავზე ფიქრი თუ აი რაღაცებს რო ვიგონებთ ახლა მონდაში რო შემოვიდა რომ ყველა კოუჩია და ხო და ყველა კოუჩია რო გვადარებენ ამიტომ ისე დავიტრავმვე რომ ეს ყველაფერი ხო რაღაცა ზედმეტია ჩვენ ვაზეთ ამაშითაც ბევრი გადავამლაშეთ მაგრამ სინამდვილეში შენ გაიარე ის გზა რომელსაც გადამლაშება არა ურთულესი, უმძიმესი
აუცილებლად საჭიროებს ფსიქოთერაპიას. ფსიქოთერაპიის გარშემო შენ მეგონები რომ დადიხარ ჭრილობებით, რომელიც ჩირქით არის სავსე, გაკერილი გაქვს ეს ჩირქიანი ჭრილობები და შიგნიდან ფეთქავს. ანუ რანაირად უნდა მორჩეს შიგნით, თუ ეს ნაკერი არ გაიხსნა, თუ იქიდან ჩირქი არ მოიღეს, თუ არ დაამუშავეს, ნაკერი კი დაგრჩება, მაგრამ ჩირქი აღარ იქნება შიგნით. ზუსტად. და ვიმკურნალებ ეგ არის რა. უხეშად რო ვთქვათ ვიმკურნალებ. მაგაზეც იყავი რომ გაიგე რომ დედა იყო მომხმარებელი. მოდი ჩვენ ფსიქოთერაპია გავიაროთ. 14. და როგორ გაიგე ეს, როგორ გითხრეს? ნელა არ მითხრეს. აბა? პროცესებს რო ხედავდი, ხვდებოდი უკვე რა აი რა პროცესებს ხედავდი. როგორ იხმარდა რა პროცესები ქარმდა. ანუ შენ გინახავს შენ. კი, როცა ეგ. არ გარიდებდა ამას. შეკითხვა როდის დაუშვე დედას პირველად ნარკოტიკს? მაშინ უკვე ბათუმში ვიყავით და უბრალოდ კითხე თან მარტო არ ვიყავ უკვე ნათესავებთან ერთად ვიყავი. რა საკეთებდა და მეუბნებოდა რომ უბრალოდ რო გავხდეო, იმიტომ ვიკეთებო ამასა და მაშინ უკვე შენ ეს დაიჯერე? არა. რამ 14-ის ხარ ჯერ კიდე? არა, უკვე სადღაც ხო, სადღაც ეგრე ვიყავი რა. 14-ის რო ვიყავი, კი არ გავიგე, მაშინ დაიჭირეს ბოდიში. მაშინ დაიჭირეს. მაგრამ 12 წლიდან უკვე აზრს აი არაფერი, აი ხო შეიძლება ეხლა დღევანდელ 12 წლის ბავშვებმა ისეთი რა გამოაპარებ ხო? ვერაფერს, მაგრამ მაშინ მე მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ მეთქი აი ძალიან მინდოდა ცეკვას გავყოლოდი და აი მეთქი აი მარტო ცეკვაზე ვფიქრობდი, მაგრამ რეალურად ძალიან დატრიალდა რაღაცები რა. როგორ გაიგე დედა რომ დაიჭირეს? ნათესავება მითხრეს, 3 თვე მიმალავდნენ, მარტო იმიტომ, რომ მე ცუდად ყოფილიყავი, მაგრამ უკვე აზრი აღარ ქონდა, იმიტომ რომ ძალიან კითხვებში ვიყავი რა, სად არის და სად არის და 3 თვე არ იყო. არა. 3 თვე გრძელდებოდა პროცესები. ეგრეთ წოდებულ კაპეზეზე, როგორც ხდება ხოლმე ეგ პროცესები და მე უკვე სხვა გზა არ იყო რა. ამ დროს შენაცვლიასთან იყავი? მე დედამაც დამირეკა და ისა. მე უკვე ბოლო პროცესზე დავესწარი, ბოლო პროცესს, აი უკვე მიუსაჯეს და всё. და რა გითხრა დედა? ბოდიში. გითხრა ბოდიში? როგორ გითხრა ეს ბოდიში ერთი სიტყვა ხო არ იქნებოდა კიდე რა? ნუ ეგ ლაპარაკი რეალურად კონკრეტულად არ მახსოვს სიტყვით, იმიტომ რომ მე პანიკაში ვიყავი, აი ძალიან ისტერიკა მქონდა, მაგრამ სულ ვეუბნებოდი რომ ყველაფერი ოკეია, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად არის, მე კარგად ვიქნები, შენ კარგად იქნები, მალე გამოხვალ და ისე სიმართლე გითხრათ, ანუ არც ჩავძიებულ არ მაგ საკითხს, რომ რატო გამიკეთეს, ან იმაზე არ მიფიქრია, რომ აი всё, მე დედასთან უნდა გამეწყვეტა კავშირი, იმიტომ რომ აი ესეთი რაღაც დიდი შეცდომა დაუშვა. ისედაც მისი ზუსტად ვიცოდი, რომ ნანობდა უკვე და ოკეი იყო ყველაფერი. ცუდად იყო. კი. და აღარ დაუმატა. არა. ციხეში ნახულობდი? არც ერთ φορას გინახავს? ანუ 9 წელი ისე მოიხადა, რომ არ გინახავს. ნათესავები მეუბნებოდნენ, რომ იქ დავდიოდით, უგზავნიდით რაღაცებს, მაგრამ აი მე არ შესულხარ. არ შესულარ. მე თვითონ არ ხარ ამშფოთი გაქვს? ამ წამს კი. ხო, რა გაქვს? აი რაღაც რომ ახსენდება რაღაცები, ცოტა ისე ვარ. თან არ გვაქვს ურთიერთობა მე და დედას ეხლა და არ მინდა რომ ჩემი ყველა ესე ღიად ლაპარაკი და რაღაცები ცუდად გაიგოს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს. რატო? იმიტომ რომ გონია რომ ამ ჩემ ამბავს მაგასაც გონია რომ ვიყენებ. რო ესე ვლაპარაკობ საჯაროდ, რო ესე ვაზიარებ ჩემ ტკივილს ან არ ვიცი რა. რა იყენებ რისთვის? პოპულარობისთვის. და რეალურად ვინც ამას ფიქრობს, მე არ ვარ გულით ვარადი, მაგრამ ამას ვიტყვი რომ ყველაფერი ღმერთს მივანდე, ყველა ადამიანი ღმერთს მივანდე და თავარია ის ნახულობდა მე რა დღეში ვიყავი, რო არა ღმერთი და ჩემი რწმენა, ჩემი იმედი. ამ ხალხს უბრალოდ თუნდაც დედა ჩემსაც დღემდე მადლიერი ვარ. უსურვებ იგივეს? არა, არ უსურვებ, მაგრამ უბრალოდ როგორ გითხრათ რა, ღმერთს მივანდე ყველაფერი. ოკეი არა იყოს. გულის დაწყვეტა მაქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ შევეგუესავით ის რომ გადავლახი არა
რაღაცა ჩავკეთე რა. ხო, დახურეთ. კი. ეხლა რატო გაქვს დედასთან ურთიერთობა გაფუჭებული? მისი სურვილით მე ეს ამბავი რო გავიგე, უბრალოდ რაღაც კითხვები მქონდა და ამ კითხვებმა განაპირობა მისი აგრესია, რომ მე არ მეგონაო თუ შენ მე კითხვებს დამისმევდიო. ანუ გინდაო რომ იპოვო შენი მშობლებიო და ბიჭო. ეს უკვე მაყურებელმა რო გაიგოს, ეს უკვე მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ გაიგე რომ ნაშულები ხო, ეს მაგის მერე დაიწყო პრობლემები. მანამდე არ იყო. დედა გამოვიდა, ჩვეულებრივად ცხოვრობდით, დედა უბრალოდ წავიდა ქალაქ, ანუ საზღვარგარეთ იქ მუშაობდა და ანუ ჩვეულებრივი კომუნიკაცია ჰქონდა. ანუ ის პროცესები, რომ აი დედა ამდენი ხანი მის გარეშე ყველაფერი ჩავხურეთ საერთოდ. რო გამოვიდა, მე ვუთხარი, რომ ახალი ცხოვრება იწყება, ყველაფერი კარგად არის. რაც გინდა, მე აქ ვარ, შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის. და რომ დავხვდი უკვე გაზრდილი ჩემს სფეროში, ჩემ წარმატებული და რაღაცა პირიქით, ძალიან გახარებული იყო, ყველაფერი ოკეი იყო, მაგრამ რო გავიგე ეს ამბავი, აი და კითხების დასმა რო დავიწყე, რადიკალურად შემოტრიალდა ყველაფერი. რატო? იმიტომ რომ დაუნახავი გამომიყვანა, მარტო იმიტომ რომ ჩემი მშობლების ნახვა არა. რომ მოგატყოთ ნახვა არა, უბრალოდ გაგება მინდოდა რა. რას გეუბნებოდა? დაანებე შეეშვი, მაინც არ შემოგხედავენ და ანუ ისეთ რაღაცებს მეუბნებოდა, რომ კითხვაზე ჩნდებოდა, რომ რატო, რა დავაშავე ხო, ანუ ან თუ რამე ისეთი მოხდა, ეგეც მითხარით ბარე. დედა გეუბნება რომ თურქი ხარ? დნმ-ის ანალიზით ჩავაბარე და დამტკიცდა, რომ ნახევრად თურქი ვარ, ნახევრად ქართველი. მამის მხარე მაქვს თურქი. არ უშვებ იმას, რომ დედა შენი შვილი ხარ? არა. არავინ არ მაშვებინებს მაგას, რომ დედა ჩემი შვილია. არ ვიცი. იმიტომ რომ ხო დედა შემოგად მოგიყვანა თურქეთიდან. კი. ლოგიკურია, რომ დედა ქართველი იყო. ხო, დედა მაგას არის ლოგიკური. მაგას მიმეორებენ, რომ დედა არის ქართველი. ანუ ან შეიძლება ყოფილიყო თავად დედა. ხო. ან შეიძლება ყოფილიყო მისი მეგობარი, რომელმაც შვილი გააჩინა თურქი კაცისგან. მაგას განვიხილავ ხოლმე, რომ შეიძლება ისეთი მისთვის ახლო ადამიანის შვილი ვარ, რომ უბრალოდ არ უნდა რომ ეს ამბავი გასკდეს. ან თვითონ მას არ უნდა ჩემ ბიოლოგიურ დედას რომ ეს ამბავი გასკდეს. ძალიან ბევრი კითხვაა რა. აი ძალიან ბევრი კითხვა, მაგრამ მაგასაც შევეგვარი. ცოტა ის მოვეშვი. დედასთან ურთიერთობის გაფუჭების ეს წასulis მიზეზი და ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი თავიდან ბოლომდე მხოლოდ ეგ იყო? კი. მხოლოდ ეგ. და ანუ რას გეუბნება, რომ შენ რადგან დედა შენს არ ყო, მე შენზე უარს ვამბობ? ანუ მას ნახეთ, მე ვამბობდი რომ ალბათ ეშინია თქო, ჩემი დაკარგვის თქო და მე სულ იმას უმეორებდი, რომ შენ იქნები დედა ჩემი ყოველთვის. აუცილებლად, იმიტომ რომ შენ ამიყვანე, შენ გამზარდე. და ამას ვუმეორებდი 24 შვიდზე რა, მეთქი ამის შიში არ გქონდეს თქო რა. თავის დროზე არ მithქვია შენთვის უარი თქო. არასდროს არ წამომიძახებია ის ამბები, რომ დაიჭირეს ან რაღაც. არასდროს, იმიტომ რომ მე ვიცოდი თვითონ რას განიცდიდა. მაგრამ მაინც თვითონ აგრძელებდა. ძალიან დაუნახავი ხარ, ეს რა გამიკეთე, თელი ცხოვრება ამირიე და რითი აგირიე, რომ მე აქ რაღაც გამოდიوار და უბრალოდ ჩემ ამბავს ყვები. მე ხო არ ვამბობ, რომ შენ რაღაც ცუდი ადამიანი ხარ და რაღაც. პირიქით, მე მადლიერი ვარ მისი. ყველაფრის, ყველანაირი ყველაფრის, იმიტომ რომ არ იყო ცუდი დედა. უბრალოდ რაღაც პროცესებმა განაპირობა ის. კარგი დედა რა კუთხით იყო? ანუ არაფერი არ გვაკლდა 12 წლამდე. ცდილობდა მაქსიმალურად რომ კარგად მწმოდა, ყურადღების ცენტრში ვიყოფილიყავი, ანუ გულისხმობს სკოლა, ეს რაღაც დედი, მაგრამ აი ის დედის სითბო, რაც დღევანდელ რეალობაში მთავარია, არ ქონი. არა. ანუ შენ ამბობ რომ უზრუნველყოფდა შენს კეთილდღეობას და ამას უთვლი კარგ დედაში. გავიქ. იგითხა რომ რადგან შენ გაასაჯაროო ეს ამბავი, ეს მისთვის ეხლა ბოლო გადაცემაში სადაც ვიყავი, იყო აი მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი მადლიერება გამოვხატე, ისეთი აგრესია მივიღე, რომ ვერ აგეხწერთ. დედისგან? მაინტერესებს რა წუხილი აქვს, რა ნერვიულები. შენ ხო მის სახელს არ ამბობ, მის გვარს არ ამბობ. ჩვენ არავინ არ ვიცნობთ, სახეზე არ ვიცნობთ. მე ჩაწერის მერე მინდა განახოთ მისი ხმოვანები, რა აგრესია აქვს, ვერ გაიგებთ რეალურად. რატო? ანუ მიზეზი რა არის? მე რომ ისე ფხიზელი არ არის. მაგის დაშვება არ მინდა. მაგაზე არ ვფიქრე, არ ვიცი. არ ვიცი. ტრე შეიძლება ამ აგრესიას სხვა რაღაც მიზეზი ქონდეს, უფრო ვიდრე შენ. შეიძლება, მაგრამ მაგაზე არ ვფიქრობ. იმიტომ რომ მაინც იმის კარგი მხარეეთი ვფიქრობ, იმიტომ რომ ამდენი ხანი იჯდა, დავიჯერო, ამდენი დრო გაქვს, ხო, ამდენი წელი გაქვს ფიქრისთვის, იმისთვის, რომ რაღაცები შეცვალო, რომ გამოხვალ და
უბრალოდ მე მაქვს მე აგრესიას არ პასუხობ, მე მაქვს კითხვა რატომით არის მაშინ. ამას რომ მეტყოდი რა გეგონა რომ ან კითხვები არ მექნებოდა, ან ხო ხვდებით რა, მაშინ რაღა აზრი აქვს მაგას თქმას, რომ აი შენ აგიყვანე, უბრალოდ შენ და მიზეზი რომ კითხე რატომით ხარ თქო, ისეთ ასაკში იყავიო რომ მარტივად გადალახავდიო და საერთოდ არ გადავლახე მარტივად. მაქედან დაიწყო შფოთვები, მაქედან დაიწყო ყველაფერი, ცუდი ფიქრები. ხო, იდენტობას, ანუ გეუბნებია რომ ის ვინც აქამდე იყავი არ ხარ. არ ხარ, ყულში იცხოვრებ რა. უხეშად რო ვთქვათ. ეგრე არ გამოდის, ეგრეა. მაგრამ მე როცა უბრალოდ კითხვას გისმევ და არ ვდგები და არ მივდივარ შენგან, ეგეც ხო უნდა გაიგო, ეგეც ჩემი მაშინ. მე თუ შენსაც ვიგებ, მოდი ჩემიც გაიგე. შენი ერთადერთი გამოხატული სურვილი იყო ის, რომ უბრალოდ გინდა დედა ვინ იყო გცოდნადა, ხო? თუ მეუბნები მაგას, მითხარი მთლიანი ამბავი და მე ანუ რა მოხდება, რომ მე ანუ უხეშად რო ვთქვათ, მიგაგდებ, მიგატოვებ და იმას დაუწახებ დედას, ასე ხო გამორიცხულია, ანუ. არა ვერ. დედა რომელმაც 9 წელი წაგართვა, იმიტომ რომ 9 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენს გარდატეხის ასაკში, როდესაც იცი რომ დედა ციხეშია, ნარკოტიკზე, უმძიმეს ბრალზე, ყველაზე რთული ემოცია ხო სირცხვილის შეგრძნებაა, რომელსაც ჩვენ ვერ ვერევით. ანუ სირცხვილის შეგრძნებიდან მოდის შემდეგ უკვე ყველა ჩვენი პრობლემა. და მე არ მჯერა რომ ამ სამყაროში არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ცხვენია რომ დედა ნარკოტიკზე ზის ციხეში. მე არ მჯერა, ყველას ცხვენია. ეს ისეთი ბრალია, რომ ეს აი არის რაღაც ბრალეულობები, რაშიც მონაწილეობის მიღება თუნდაც ესეთი დისტანცირებთ არ გინდა. დედა რომელიც წავციხეში იჯდა ამ ბრალით ნარკოტიკებით, არ ვიცი რეალიზება იყო, მოხმარება იყო 9 წელი რადგან იყო, ესე იგი დიდი რაოდენობა იყო. შესაბამისად, როდესაც შენ მას ეუნები გამოდის, ხვდები, მიმღებლობა გაქვს, ეუნები რომ ეს ყველაფერი ოკეია, მე ნახე დაგხვდი შენ აქ მოცეკვავე, ვიცეკვე, ნახე რაღაცაში შევდექი, ნახე TikTok-ის პლატფორმას ვიყენებ ჩემი რეალიზებისთვის, ნახე ჩემი წარდგენის, ნახე რამდენმა ადამიანმა გამიცნო. რა პრობლემა საკუთარი ისტორიის, ანუ საკუთარი ისტორიებს ფუთავენ. ანუ სხვადასხვა ქვეყნებში იგონებენ ამბებს, რომ ესა თუ ის ადამიანები შეფუთონ და რაღაცა როლები მიანიჭონ და არ ვიცი, ანუ ამაზე შემიძლია რომ უსასრულოდ ვისაუბრო. რა პრობლემაა საკუთარი ისეთი ისტორია, რომელიც გაცილებით უფრო მეტ აუდიტორიას მოგიყვანს მოყვე. ხო, მე რეალურად ანუ მაპატია, ქონდა დავამთავრო. შენ ხო რა ხარ წამყვანი ნანუყევებულენ პირობითა და მე რო ეხა რაღაცა სპეკულაცია დავიწყო, ანუ არ მომეწონავე ჩემთან. შენ ხარ არა, აი უცნობი გოგო ხარ. არავინ არ გიცნობს და შენი საკუთარი თავის პრეზენტაცია გინდა და ფიქრობ რომ მნიშვნელოვანი ამბავი გაქვს მოსაყვანი და ხო, ეს დიდ აუდიტორიას მოგიყვანს. ეს რატომ არის პრობლემა? არ ვიცი, მე რეალურად ჩემი მიზანი იყო ის, რომ ჩემი თანატოლი ადამიანებისთვის მიმეცა ოდნავ მოტივაცია, რომ ყველაფერი რაღაც არ მთავრდება რაღაცებით და პირიქით ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ რეალურად ნახეთ, მე ვარ გოგო. ორი მხარე აქვს. ამ და წავსულიყავი ცუდი მხარე, ანუ ცუდი გზით, პირდაპირ გითხრათ, უხეშად. ან და წავსულიყავი რთული გზით და რაღაცა ჩემი პროფესია უნდა ამერჩია და ამ პროფესიაში უნდა მეშრომა ძალიან ბევრი, რომ რაღაცას მიმეღწია, ხო? მარტივს უკვე ძალიან მარტივად რო გითხრათ, სხვა გზით წავიდოდი რა და აი ხელს გამოიშვერდნენ, რომ ეს ნარკომანის შვილია და ნახე რა გზას ადგას. და რეალურად ჩემსკენ ხელს ისე იშვერდნენ, რომ ეს ნარკომანის შვილია და ნახე როგორ გაიზარდა, როგორ გადალახა, როგორ გამოცურა. ბოლოს უკვე რაც TikTok-ზე დავიწყე ამ ჩემი ამბების და რაღაცების მოყოლა. მაგან ძალიან დამაკომპლექსა და ვცდილობ ხოლმე რა, იცი რა, ვთქვა, მაგრამ არა ჩაღრმავებულად რა. არასწორია. ხო, ნუ მე მომწონს TikTok-ის პლატფორმა, ისეთ საზოგადოებაზე გამიყვანა, რომელთანაც შემხებლობა არ მქონდა. ძალიან ახალი აუდიტორია მომიყვანა და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია ძალიან. მაგრამ TikTok-ზე არსებობენ ძალიან ბევრი ტროლები, ბულერები, დაუკმაყოფილებელი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გწერენ, რომ ვაიმე რა, ან გწერენ, შენ მალე მოკვდები. ეხლა წარმოიდგინე კომენტარში რომ ამას გიწერს, რომ შენ მალე მოკვდები, რამდენად, ანუ თვითონ წარმოგიდგენია რა უბედურია, ანუ ადამიანს რომ ამას მიწერო, ანუ შენ ხარ, ანუ ძალიან უბედური ხარ რა. და შესაბამისად მე არ მგონია რომ სწორი იყოს რომ TikTok-მა გავლენის ქვეშ მოგაქცია. ჩემს გარშემოც იყო ეგეთი აუდიტორია არა კატეგორია ადამიანების, მაგრამ ეხლა აღარ არის საბედნიეროდ. ჩემი აზრით TikTok-ზე უნდა დარჩე იგივე ფორმატით.
მე ამას გირჩევდი. შენ რომ ეხლა მე რჩევა მკითხო, რომელსაც არ მეკითხები, მაგრამ მე მაინც გირჩევ და თან მე მასწავლეს რომ ადამიანს არაფერი არ ურჩიო თუ არ გთხოვს რჩევას, მაგრამ მე მაინც გირჩევ. შენ TikTok-ზე უნდა ილაპარაკო ის რაც შენ გინდა და არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობს ვიღაც აქ იგონებ თუ არ იგონებ. შენ არ უნდა მოექცე გავლენის ქვეშ. მართალი როცა ხარ ველიდან არ გადიხარ. კი, აუცილებლად. გამორიცხული. მართალი როცა ხარ ველზე რჩები. აუცილებლად. ეხლა რა ეტაპზე ხარ ცხოვრების? ოპერაცია გავიდეთ. ხო, ეს ფეხის ის უნახე შენ ისინი, რატო? მუხლის 22 წლიდან მქონდა დიდი ტრამვები, მე სითხე გავწოვეთ, მე ისევ დამეწყო, დატვირთვამ განაპირობა ეგ და ნუ ოპერაციას ვერ ავწდი რა. ეხლა რეაბილიტაციას გავდივარ და იმედი მაქვს სექტემბრიდან დაუბრუნდები ჩემ ისევ საქმიანობას, ისევ ცეკვას, იმიტომ რომ გონია რომ მის გარეშე ვერ. ნახოთ რა იქნება. რეაბილიტაციას გაჩნია რა, ძალიან დიდი. სხვა მხრივ? სხვა მხრივ ბედნიერების მიზეზები გააქვს? ჩემ მეგობრები. სხვა პირადში არაფერი. რა ცუდია. და ეს ასეთი სიამაყით რატომ მითხარი რო არა? საამაყო არ ვარ არაფერი. სიამაყით არა. უბრალოდ არ ვიცი. მე ძალიან ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა არის ზედმეტი ფიქრი, ზედმეტი სიყვარული, ზედმეტი ზრუნვა და ურთიერთობამაც დამაკომპლექსა იმ ხრივ, რომ ვერ ვალაგებ პირად ურთიერთობას ჩემი კომპლექსების, ანუ კლავს რა. ურთიერთობაში ვართ, კარგად ვართ, ხო? ფიქრობ იმაზე, რომ აი იქნებ მისმა ოჯახმა არ მიმიღოს, აი ეს ძალიან მაწუხებს. ანუ ეს იცი რას ნიშნავს, საკუთარი თავი შენ არ გაქვს მიღება. ხო. იმას ვფიქრობ, რომ აი სხვა არ დაიღალოს ჩემი ამ ამბებიდან რაღაც რა. ხო და არ შეიტანო სხვასთან ეგ ამბები მაგდოზით და არ აი იცი რა, არ მომწონს, როცა მახსენებენ როგორ ვიცხოვრე. მე შეიძლება არ ვზივარ და არ ვლაპარაკობ, მაგრამ ირიბად რომ ესმის, რომ აი რაღაცა გამოხედვაში ვამჩნევ როგორ მიყურებენ ან რა ხდება. ეგ ხო შენი წარმოდგენაა. ხშირ შემთხვევაში გამართლებული წარმოდგენა იყო. ეხა არ ვიცი. შენი ჭრილობები უნდა გადაამუშავო, საკუთარ თავის მიღება უნდა დაიწყო. ძალიან კარგი გოგო. ანუ მართლა გარეგნობით კარგი ხარ, ნიჭიერი ხარ, ამ ხელოვნები და ქარიშხლები გადაიტანე, გადარჩი ფეხზე დგე ხარ, შენი თავი გაზარდე. მადლობთ. ამდენი მიზეზი გაქვს, რომ საკუთარი თავი გიყვარდეს. კი. წარმატებებს გისურვებ, ყველაფერი მინდა რომ კარგად გაიგოს. ხუთი მიზეზი თუ რატომ უნდა იმოგზაურო გლდანში. რატო გიძახო? გიორგიესთან კომფორტულად. კარგი. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის შენი გაცნობა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ნიჭიერი კაცი ხარ. მართლა ნიჭიერი კაცი ხარ, იმიტომ რომ რაღაცა იმ მაგ ჟანრის იუმორი ცოტა სპეციფიურია შენი იუმორი, რაღაცა ისეთი ბანალური არ არის რა, რომ გეცინება აპრიორში, ხო იცი და რაღაცა ისეთი უცხო კუთხე მოუფიქრე, რაღაცაებს თან აი ჩემი საყვარელი ვიდეო არის გუდაური. ხუთი მიზეზი თუ რატომ უნდა იმოგზაურო გუდაურში. თუ კი ბავშვობაში ლაგუნა ვერეზე იზაგრებოდი, სახლში ცალი ჩუსტი ძაღლი ყავს და სამგორის მეტროსთან მარშრუტკაში არასდროს ჩაუსვიხარ დედას კალთაში, რომ ლილოში სასკოლო ტანსაცმელი ეყიდა, ანუ აქ მოგზაურობა შეგიძლია. გუდაურში ვიყავით ჩვენი მეგობრები და რო ჩამოვედით, რაზეც წუწუნებდით. ყველაფერი თქვი და ვიცი ხტრო ეს თქო ჩვენთან ერთად ხوار იყო იქ თქო. ისეთი წვრილმანი დეტალები იყო იმ ვიდეოში, რაც აი მართლა იქ უნდა ყოფილიყავი, უნდა დაგესვენა, ეგ სიმწარე უნდა გენახა. ხედა მაგით. ქუთაისში რამდენი წელი ცხოვრობდი? 3 წლამდე. ანუ ეს არ გახსოვს. მაგრამ მე უკვე სკოლის პერიოდის 4 წელიც ვიცხოვრე იქ, ანუ მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასი. ოჯახმა დაიწყო ბიზნესი რაღაც საგვარეულო, თუმცა არცეც არასდროს ბიზნესი არ უკეთებია და შესაბამისად ნახევარ წელში მიხვდნენ რომ სისულელე გააკეთეს. მე დედა ჩემო თავის თეორიებით ჯობიაო, ეხა კიდე აღარ შეუცვალოთ სკოლა და აქ დაამთავროსო. თან რაღაც ახალგაზრდულ თეატრალურ დასში დავდიოდი ქუთაისში და საკმაოდ. კაი სახეობა გინდოდა. კი, სახეობა მინდოდა და გადაწყდა რომ იქ ვასრულებდი სკოლას და შემდეგ ისე ჩავაბარე თბილისში. რატომ მაინტერესებს იცი ქუთაისის გავლენა მაინტერესებს. აი სად გრძნობს შენ ცხოვრებაში ქუთაის? მე ქუთაისს ძალიან კარგად ვიცი, რომ წყალტუბოში გავიზარდე და აი მაინტერესებს აი იმ ხასიათს სად გრძნობს. აი უფრო დედა ჩემისგან რა, მგონია, იმიტომ რომ დედა ჩემს აქვს მე ვისაც ვიცნობ ადამიანებს ჩემი აზრით ყველაზე კარგი იუმორი, რომელიც ესე საჯაროდ არასდროს იხუმრებს და პირობითად პოსტი არასდროს დაუდია და ჩემს ოდნავს ახუმარო მაინც უბრალოდ ამას გადააშიარებს და მორჩა. მაგრამ ნუ სახლში აი ძალიან ბევრს ვიცინით ხოლმე რა, აი მაგალითად დედა ჩემი მამა ჩემს რაღაცაზე იღადავება ხოლმე, აი
ყველაზე მეტად მაგაზე მეცნობა რა. მამაჩემს არ აქვს ცუდი იუმორი, მაგრამ ნუ დედაჩემს უფრო რა. ქუთაისელი ბებია ყავს? კი. აი მისი ხასიათი სადმე ცხოვრებაში გააქვს? აი იუმორის ნაწილში მგონია რომ აი საჭმელს გაძალებდა ბავშვობაში, აი ეგეთი ანუ სტანდარტული ბებია ყავს. ეხლა ძივს დავიკელი და მეუბნება რომ რაღაც არ მომწოხარო, ძალიან დაკლებული ხარო და მეთქი ძალიან დაკლებული საერთოდ არ ვარ. და თავი დამანებე ბებო. შენი ხაჭაპურებით. და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სად ვიზრდებით. რა გარემოში, ბებო, რა სიყვარულში, აი სოფელი გვაქვს თუ არა ბავშვობაში. მგონია რომ ეგ რაღაც უნარებს გვინვითარებს რა. აი ფინანსურად არასდროს ყოფილვართ კარგად, მეტიც, ალბათ უფრო ცუდად, მაგრამ მართლა არ მახსოვს რაიმე ცოტა სერიოზულად ისე მაინც რო ეჩხუბოთ დედაჩემს და მამაჩემს რომ ცოტა დავძაბულიყავი რა. ყოველთვის ისე ვიყავით რომ ისე იყვნენ რომ მაგას ხედავდი რომ რაღაც შეიძლება სამოგზაუროთ, შეიძლება კი არასდროს არ ყოფილვართ ოჯახი მაგალითად და დედაჩემს პირველად წავიყვანე შარშან თავის დაბადების დღეზე. მაგრამ მან სხვანაირ სიყვარულს და რაღაც ურთიერთგაგებას ვგრძნობდი რა და ეგ მგონია რომ მოქმედებს ჩემ დაზეც ძალიან მოქმედა, რომელიც ძალიან მაგარი ადამიანია. დედაჩემს და მამაჩემს ერთმანეთის მიმართ რაღაც პატივისცემა, მგონია რომ მოქმედებს რა შვილზე უეჭველი და ძალიან, რას უყურებ რა. ეს გაყალიბებს კაცად და ადამიანად რა. არ მიყვარს ხოლმე ზედმეტად ჩაჭერა იმეებზე, რომ აი ჩვენ გაჭირვებაში ვიზრდებოდით, ეგრე ნახდა და არ ყოფილვარ, მაგრამ ნუ უფინანსობაში თუ როგორ თქვა ვიცი და ხო, რაღაც დანაკლისები ხონდა რა, მოკლედ რა, მივხვდები. ხო, ანუ ექსკურსიაზე მიშვებდნენ, მაგრამ ნუ აი, მაგალითად სექტემბერში ლილოში შოპინგობდით მაგალითად სკოლის წინ. ანუ ისე არ ვიყავი, რომ ახალი დასწრებით არ წავსულიყავი, მაგრამ წელიწადში ერთხელ ეგ ხდებოდა. ხო და ამ ყველაფერთან ერთად დედაჩემი მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მინახავს არ ვიცი გაუსწორდება თუ არა ეს თემს რომ ლაპარაკობ ხომ არა ატირებული სხვა რაღაცების გამო და არა მამაჩემისგან. აი იუმორს არასდროს კარგავდა ხომ შეიძლება 5 წუთის წინ რაღაცა ტიროდა და რატო არ დაიწვა ის დღე და ის საათი მე რომ დავიბადე და რაღაცა ეს დაიწვა რაღაცებს იძახდა მაგრამ აი მე ისეთ რაღაც თქვა და თვითონაც ჩაეცნებოდა და აი შეიძლება 20 წუთი გვეცინა ოჯახს რა და 10 წუთის წინ რომ იმაზე ვეწწუნებოდი 30 ლარი მომეცი რესტორანში გინდა ბავშვებს დასხვა თან ქუთაისში აი ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისი ყველა დღე რესტორანი ანუ კლასი დაბადების დღეებზე აღარ ვსაუბრობ ყველას ვუხდიდით დაბადების დღეს არ ვიცი ბარბარობა იქნებოდა ის თუ დამოუკიდებლობის დღეს სკოლის დაწყება სულ რესტორანში ვიყავით რა თან ის პონტი იყო ბიჭებს არ ქონდათ ეგეთი დამოუკიდებლობა მაგრამ გოგოებისთვის უეჭველი მოცემულობა იყო რომ ახალი უნდათ მოდოთ რა ამ რესტორანში იმიტომ რომ იქ უნდა გადაიღოთ ფოტოები და ნუ ხალხს უნდა ენახა რომ მას ახალი ლუკი აქვს რა 30 წუთი ხო და თუ კი ვერ ახერხებდნენ რომ ახალი შეიკერათ ან ეყიდათ მე ხდებოდა უკვე გადანაცვლება რა კლასებში ანუ შენ ფეხსაცმელი მომეცი მე ამას მოგცემ რაღაც და ყველა მაინც უფრო ფრეში იყო და ახალი რაღაც ეცვა და ბიჭები ამ ნაწილში იჭრენ ბიჭები საროჭკა შალო მე ქუთაისს კიდე გაგახსენებ სხვა ეპიზოდებში მაგრამ იცი რა მაინტერესებს აი რაღაცას რისერჩი წავიკითხე და აი მამას რაღაც სულ ოჯახს რაღაცა ტიპის ვალები სულ ქონდა რაღაცა ხო აი ეს მოყვებოდა ამბავი ხო რატო ეხა რა ასპექტი მესმის ეხა რატო მაინტერესებს ეს იცი რომ რაღაცა ოჯახი რა შრომობს იქ ოჯახური ბიზნესის განვითარებას ცდილობს არ გამოდის აი ის რაღაცა და შენ ხო ისე მარტივად იღებ ამ ყველაფერს მოდი შევთვალოთ ვერ დავარქმედი და მოგიყვები რატო აბა მიდი მე 15-ის ვიყავი მაშინ ჯერ კიდე ქუთაისში ცხოვრობდი ბებო მუშაობდა ერთ-ერთ საბანკეტო დარბაზში დამლაგებლად და მაშინ დავიწყე მე მუშაობა ეგრეთ წოდებულ მერიქიფეთ თუ მერიქიფეთ რა ანუ ხო ვამატებდი ღვინოს და წყალს რა მაგიდებზე ეს ხდებოდა და პურს ეს ხდებოდა გასვენებებში და ქორწილებში გასვენებაში რაღაც 15 ლარი მქონდა მალე მთავრდებოდა და ეგ მირჩევნოდა ხოლმე ქორწილში ნუ ძალიან ვიღლებოდი ნუ ხო იცი რა მექანიკი წევ ანუ რეალურად მე მაქედან აი კიდე სადგე მუშავია შრომა დავიწყე მე აქ რო ჩავაბარე პირველივე კურსზე დავიწყე ერთ-ერთ რესტორანში მუშაობა და ლექციის მერე მივდიოდი იქ და სხვა შორის ის რაღაც ფეხის მაზოლს რო ეძახიან დღემდე მაქვს იმიტომ რომ 2 წლის განმავლობაში მართლა ძალიან ვირულად ვშრომობდი მაგრამ ჩემი ფული რო ვნახე პირველი და პირველი ტიპსი რო დამრჩა და რაღაც ძალიან ბედნიერი ვიყავი და ძალიან თავდაჯერებული სხვა შორის მიმუშავია ერთ-ერთ კომპანიაში დილერადაც კრუპიეთ ეგრეთ წოდებული ორი კვირა ტაქსის მღელობაც ვცადე მაგრამ აი მივხვდი რომ ვერ ვკაჩავდი რა ღამე ანუ მაინც რაღაც არ ვიცი მაშინ მარტო ეგ უნდა აკეთო და მე ვცდილობდი რომ აი ამ დილერობასთან ერთად ეგ გამეკეთებინა რა ქირაში ვიყავ ცხოვრობდით რა და შემდეგ უკვე
აი სოციალური მედია რო დავიწყე, ანუ მე რეალურად ამ ვიდეოებით არ დამიწყე არა, ანუ ჟურნალისტიკა კომპანიაში მუშაობთ. თეატრალში ჟურნალისტიკა დავამთავრე, შემდეგ ციფრული მარკეტინგის კურსი გავიარე და დავიწყე სოციმედიად და სხვადასხვა კომპანიებში ვიმუშავე და ეს უცებ საერთოდ შემთხვევით მოხდა რა. მანამდე ერთ-ერთ კომპანიაში კონტენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ვიყავი. აი ესეთ ხუმრობა არსებობს ხოლმე, რომ მე მივდივარ სამსახურში, იმიტომ რომ 2020-ში გეთრედივიზმი არ გადავიღერა და ამ თითქოს ამ კრეატორებს ფუთავენ ისე რომ ვიღაცას ერთხელ რაღაც გაუმართლა და ჰოპ გამდიდრდა. გამართლება არის რა თქმა უნდა და მაქედან იშოვება ფული, მაგრამ მე აქამდე რაღაცები გავიარე რა. საბავშვო თეატრში ვიყავი, პედაგოგის მასწავლებელი და რეჟისორი, ვარ კეთილში დავდიოდი 4 წელი, 200 ლარი მქონდა ხელფასი. უბრალოდ რადგანაც ადრე მსახიობობა მინდოდა და ეს ვერ შევძელი, რაღაცნაირად იქ ჩემს ამ არ ვიცი კრეატიულობა თუ რა ქვია, რაღაც შემოქმედებით ენერგიას უშვებდი იქეთ რა იმ ბავშვებთან. უბრალოდ 4 წლის მერე მივხვდი რომ სადღაც ეს უნდა დასრულდეს. სრულიად შემთხვევით, როცა უკვე მე ოჯახისთვის ოჯახისთვის რა მეც იქ ცხოვრობდი, სახლი ვიყიდეთ სამგორში და ვიხდით დღემდე იპოთეკას. ანუ დედაჩემი ძალიან მშიშა რა ზოგადად რაღაცაებში რა, არ უყარს გარისკვა, ურჩევნო და ალბათ რომ შეიძლება რა თქმა უნდა არ ურჩევნია სახლი, ურჩევნია თავისი, მაგრამ ეშინოდა რომ ვერ გადავიხადოთ სახლი და რომ გამოგვაგდონ რაღაცა და ურჩევნოდა იმ ქირას ვიხდით რა რაღაც 500 ლარს და მოდი რა ესე ვიყო და მე ვუთხარი რომ რავი რა მინდა რომ გავრისკო, იმიტომ რომ შეიძლება არ გამიმართლო, სადღაც გამომიშვან, გამოუშვივართ კიდეც ერთხელ 2 სამსახური მქონდა და ორივეგან გამომიშვეს და მეტიც ჩინეთში ვაპირებდი რაღაცა ბაღში მასწავლებლად წასვლას. იცი ჩინური? არა, ინგლისურად. და გასაუბრებებიც მქონდა ჩინეთში. ეს იყო ეხლა რო უყურებ ამ გადმოსახედიდან ძალიან სისულელე გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ მე ამ რაღაც თქვა მუშაობასთან ერთად ყოველთვის ძალიან მიყვარდა გართობა, კლაბინგი, სიმართლე გითხრათ, soft drug-ებსაც ვიღებდი, მაგრამ რაც ჯანსაღი ცხოვრება დავიწყე, რამდენიმე თვის წინ აღარ ვიღებ. დალევა, მოწევა რაღაცა და ეს ყველაფერს რო გამორიცხო მეგობრებთან ერთად დროის გატარება, იმ დროს როცა მინდა, სადაც მინდა, როგორც მინდა, რაც მინდა მეცოს, თუ მინდა შეშველი ვიქნები რაღაცა და მივდივარ ჩინეთში, სადაც ალკოჰოლს ვერ ვიყიდი მაღაზიაში და შეიძლება ინსტაგრამი ვერ გამოვიყენო, ხო, და რაღაც სოციალური ქულები და რაღაცები არსებობს და ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ მაშინ ძალიან ესეთი ცხოვრება მქონდა რაღაც პონჩი, მაშინ ტატუც დავიხატე აქ I'll be okay ამბობს სიმსონების პარტი და ну გაიარა მაგ ყველაფერმა რაღაცა. მერე მოხდა ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით, როცა ისიც გავრისკე რომ უკვე მარტო გადავედი დიდ დიღომში. აი ხა 2 სესხს ვიხდი და უკვე ისე მაქვს რომ თითქოს ვიცი რომ ყოველ წელს მე X ლარი, ყოველ თვე X ლარი ეს არ მაქვს. ვიცი რომ სესხში მიდის და არ უყურებ ისე რომ ვალები მაქვს თუ რაღაც. არა, უბრალოდ მე რო ვაკეთებ ამდენ ლარს, ვიცი რომ ვაკეთებ რეალურად ამდენს. ამას მინუს ეს. და რო გამოვედი ამ დიდი ღომიდან თეთრი ფერსაცველები მეცვა, ესნია დამისვა რა ეგრევე რაღაცა და მეთქი ამ ვიდეოზე, ამ უბანზე ხوار ჩავწერო რამე გადაობა ვიდეო თქო, იმიტომ რომ იქ ტალახი გამეჭდა, იქ რაღაც მინდურები მოჩანდა, მთები და მაშინ TikTok-ი არც კი მქონია, მქონდა 3 TikTok-ი, 3 იყო სხვადასხვა კომპანიის, რომელსაც უკეთებდი მარკეტინგს რა. იმით სკროლობდი ხოლმე, ჩემი TikTok-ი არასდროს მქონია. მო დავდებთ ხო და გავარდა. ვიხუმრებთ ხო, ისე მეგობრები გაიცნობენ ალბათ ხო და ძალიან გავარდა კი პირველ ღამესზე 400,000 ნახვა ქონდა და ის გამიხარდა ძალიან რომ ბევრი აღნიშნავდა რომ რაღაც უნიკალურია რა. არ იყო მაგალითად ის რომ ეპიზოდები გავაკეთე ხა ცოლი შედის და ხვდა თვალი ქმარი ჩაარტყა თავში აი რაღაც საიდან მოიგონაო ყველა მაგას და რა 5 მიზეზი რატო უნდა იმოგზაურო დიდი ღომშიო რა. და მე ვიღაცებმა დაწერეს creator of the year და რაღაცაები და ნუ ამან მომცა мотивация. თავარი სადაც მივხვდი რომ ამით შეიძლება რაღაც კონტენტის კეთება იყო რომ ხალხმა დამიწერა ეხა გლდანზე ველოდებით თუ არ კეთილზე ველოდებით ამას საერთოდ არ ვფიქრობდი მე ჩემ უბანზე რაღაცას ვიხუმრებ ვიდეოს და ის მართლა არ მიფიქრია რომ ეს ვიდეო შეიძლება ყოფილიყო ვაირალ ნებისმიერი მიმართულებით მე უბნებსაც გავწვდი და ქალაქებშიც გადავედი მე კომპანიები წერდნენ რომ 5 მიზეზი თუ რატომ უნდა იმოგზაურო ამ რესტორანში რაღაცა რომ მე ვარ იმ ტიპის მაყურებელი რომელიც უკვე ჩემი ხდება პროდუქტი და ის ჩემი ხმა დავტოვე მაგალითად აი თუნდაც მაგ შეგრძნების და მიკუთვნებულის გამოხმა მაქვს სტილი იგივე მაქვს უბრალოდ სხვადასხვა ფრაზით ვიწყებ ხოლმე რა. ალბათ გიყურებენ ისეთები რომლებიც ფიქრობენ სადღაც გაქცევას კრიზისების მოგვარებისთვის და შეიძლება უცებ გამოსავალი აქაც იპოვონ რაღაცა აი თითქოს მარტივ რაღაცაში ხო რაღაცა ეგ ხო მაინც მარტივი გამოსავალი იყო რა გზებით შენ გაიარე რა სირთულებით ხა იმასთან შედარებით რაღაცა გაგივარდა და შეიძლება იყოს უბრალოდ ამას მე მუდმივობა ჭირდება და ამას დისციპლინა ჭირდება და მე თუ 5 დღე ხლა ისე გადავაბამ რამეს რომ რა ვიცი აი მაგალითად დალევას
აღარც კომპანიას ვერ ვეტყვი რომ აი 5 დღის წინ რა უნდა ვიდეოები მოდი ეხა დაგიდებ ის მუდმივობა რომ იკარგება ალგორითმიც ფუჭდება ამ ეს ტექსტებიც ეხა მართლა მე რო ვიღებდე მოვედი სასტუმრო პოსტაში და ძალიან ლამაზ გარემო დავხდა და დავლიე ბევრი ალკოჰოლი მოდით თქვენ ეს რო ვთქვა კი ბატონო მარტივია რა სულ მოვალ და ვიზა მაგრამ ანუ ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე რომ არ დაემგვანოს ვიდეოები ერთმანეთს სტილით კი გავს მაგრამ ერთ-ეგივე ხუმრობები არ გამოვიყენო რაღაც ჰუკი ისეთი მქონდეს დასაწყისში რომ ადამიანს დავტოვებ და მე რეკლამის ინტეგრაცია შუაში შემოუშვა რა არ მიყვარს ხოლმე თავიდანვე რეკლამით დაწყება იმიტომ რომ ზოგ ადამიანს ავტომატური აგრესია აქვს რეკლამის მიმართ რეკლამას აკეთებ სულ აღარ მჯერა შენ და მე ვიწყებ არ ვიცი მაგალითად ბოთლის რეკლამა გვინდა და თის მაგალითად და მე ვიწყებ თან ახლა მეგობრებო ნახეთ როგორ შეგიძლია გაკეთოთ რეკლამა ინვესტიცია ჩავდე ნახეთ როგორ კარგად იძამს მე ვიწყებ მაგალითად 5 რაღაცა რომელიც თბილისში ზაფხულში არ უნდა ქნა ანუ 5 რაღაც რომელიც თბილისში ზაფხულში გვაწუხებს და ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ეს სიცხე იმიტომ რომ თბილისში ძალიან ცხელა და მე ამ დროს როდესაც უკვე ყველაფრიდან ოფლი გამომდის სამ წყალი მთის ანუ მანდ მივალ რა ამ აქამდე და არა მე ზაფხულში ყოველთვის ვიყენებ წანი მაგას არ ვაკეთებ ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვი რომ ანუ ეს რაღაცა ის როგორც მუხტი კლუბურ ნარკოტიკს დაუდისტანცირდიო ჯანსაღი ცხოვრების წესია რამდენი წლის იყავი რომ გადაწყვეტე ჯანსაღი ცხოვრების წესი ამ წლის ანუ ეხლა და რა იყო შენი თო სექტემბერში აქაც გამიმართლა შეიძლება ითქვას ერთ-ერთ ჯიმს გავუკეთე რეკლამა რაღაცა 5 მიზეზის და მაქედან ორ კვირაში მწერს ჩემი ტრენერი რომელსაც უკვე გვიждები და ჩემი უახლოესი მეგობარია და უკვე ოჯახებითაც მეგობრობ ტრენერი ძალიან მეგობარი ხდება წერს რომ ჩემთან მოდიო სრულიად უფასოთო გავარჯიშებო და მოდი შენი ცხოვრებაო სრულიად შევცვალოთო რა აი მე ცოტა არ გამისწორდა იმიტომ რომ ანუ რავი გასაგებია რომ არ გამოვიყურები კარგად მაგრამ რატო მიმითითებ მაგაზე ესე პირდაპირ ხო იმიტომ რომ ნუ მაშინ ვიყავი 98 კილო ეხლა ვარ 81 კილო რამდენი თვე გავიდა რა მაგრამ ნუ ჩავარდნები მქონდა თორემ იდეაში 5 თვეში მქონდა ეს შედეგი მაგრამ მე აღარ რაღაცა ჩავარდნები მქონდა ხო და მე მივწერე რომ 5 ჯერ დავიწყე ვარჯიში მეთქი რა და ერთ თვეზე მეტი ვერ გავხაჩეთ ხო და არ მინდა იგივე გავაკეთოთ ხო და საზღვარგარეთ ვიყავი მაშინ მივლინებით მოდი მოვიფიქრებ მეთქი და რო ჩამოვედი ერთი ღამე მქონდა ცოტა ისეთი რაღაც გუშინდელს ვნანობდი გაფუჭებულ საქმეებს და მივწერე რომ მოდი ხვალვე დავიწყოთ თქო რაღაცნაირად მეგონა რომ ეგ იყო დრო უკვე ამ ყველაფერს რომ მაყურებას უყვებოდი მე რო იქ მივედი რაღაც ვალდებულება გამიშთა რაღაცნაირად მე როცა სწორიყვების კედა რაღაცა კალორაჟის კლება მინდა საჯაროდ ვდებ რომ მე მითხრება რომ ხალხმა არ გაიგოს რომ ნუ კლინიკაშიც კი გადავუყვანი ვარ ერთხელ იმ დონეზე თან მაშინ მქონდა არ იყო მარტო ეგ რა რაღაც მიღების ბრალი იყო იმის ბრალიც რომ ვდიეტობდი ოღონდ ძალიან არაჯანსაღად აი არაჟნის დიეტები რო არსებობს მარტო არაჟანს რო ჭამფერი დღე მაგალითად არ გააკეთოთ არავინ სამსახურში ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა აი სანამ ჩენიაში წავიდოდი და აქ ვცდილობდი რომ ყველასთვის დამემტკიცებინა რომ მე იქიდან არ უნდა გამოვეშვით და ჩემს მაქსიმუმს ვდებდი ღამეც კი ძილის წინ ფიქრობდი მომდენო ერთი თვე სამსახურში რა უნდა მეკეთებინა კლუბში ყოფილა სიტუაციები არაფხიზელზე რომ ჩემ მეგობრისთვის მითხრა ეგ დაიკიდე მე მოგცემ მაგის ექსელს და ვიტრანსფერით გადმოგიგზავნე და უცებ ტიპები მეკითხებიან რომ ბასიანზე ვარ გიო დაიკიდე რა სამსახურზე მოგებაზრები ანუ ჩემი ცხოვრებაში იყო და შემოჭრი და ერთ მომენტში ძალიან ბევრი დავლიე იქ რაღაცა მივიღე ამ თემებზე ვფიქრობდი ვიღაცას უაზრო დავუშარდი და მე ნანობდი რომ მე არ ვარ ეგეთი ადამიანი და ეგ რატო გავაკეთე და უცებ მოუწყდი და დავიწყე ბოდვა და ნუ საბოლოოდ დამჭირდა კლინიკაში წასვლა და მაგ ყველაფერი დაემატა ერთმანეთს რაღაც რომ მივხვდი რომ ვარჯიში გარეთ სეირნობა, არ ვიცი, ლისი ასვლა, ჩემი საჭმელების მომზადება, დაცვლა თუნდაც ამ კალორიების, იქ ჯირითი დავიწყე, იქ ცურვა დავიწყე, მივხვდი რომ ცოტა მისაჟღერს ხა ბანალურად, მაგრამ მართლა ყველა ნარკოტიკს ჯობია რა ეს ყველაფერი რა. უნდა ყოფილიყო ჩემ შემდეგ კითხვა რა კარგია შენ თორე თქვი რა ამან თქვა ჩანაცვლება ბუნებრივი ჩანაცვლება. უეჭველი ჩანაცვლა და თან ჩანაცვლა ისე რომ ეხლა აღარ მაქვს ეგ შეგრძნება, მაგრამ თავიდან მქონდა ყოველი ჩემი გათენებული მაგალითად შაბათი, ანუ მე რო პარასკევს არსად წავსულ ვარ. ან თუ წავსულ ვარ ძალიან ადამიანურად იყო სიამაყით ვივსებოდი ჩემი თავის მიმართ. არ და ზოგიერთი ადამიანისთვის ეგ არაფერია, ხა რამდენი ორი თვე შეიძლება არსად არ გავიდნენ და ძალიან, მაგრამ ჩემთვის იყო რა. ხო და ჩემთვის იყო რომ ყოველი შაბათი იყო, ჩემთვის სიამაყო, ყოჩახ გიო რომ შენ გუშინ შეგეძლო წასულიყავი იქ გეპატიჟებ თან მithumetes რაც ეს
ცნობილი გავხდი, აი სულ ყოველ პარასკევს საიდანღაც მაქვს დაპატეჟება. ნუ ზოგი რაღაცნაირი ივენთია, სადაც მე არც სადაც დავდიოდი, ცოტა აი შეშვალი გოგოები რო ცეკვენ ცეცხლებით და რაღაცა. ზოგი ანდერგრაუნდია, სადაც დავდიოდი, მაგრამ აი მინიმუმზე დავიყვანე. ეხლა ალბათ ჩემი მეგობრები გაიცნებენ, რომ ეს რა იფსიტყვებაო, ზოგი მაინც დავდივარ, მაგრამ ნუ მინიმუმზე რაც ადრე ვაკეთებდი ყოველ პარასკევს, ეხლა თუ ეხდება თვეში ერთხელ, უკვე ოკეია. ოკეია, ხო, მესმის. ეს ძალიან კარგია, როდესაც შენაირი ადამიანები ამ ტიპის არ ვიცი, გასაჯაროება შენი შეგრძნების ინფორმაციის საკუთარი გამოცდილების, იმიტომ რომ მე მაინც მგონია, რომ ნებისმიერი ტიპის მენტალური პრობლემები, ჩემი გამოცდილებით და რაღაცა ტიპის ჩარჩენილობა შენი, რომ სადღაც რჩები, რაღაცა თუ პროგრესი არ გაქვს. ჩემი აზრით ამ ყველაფერის მიზეზი არის ეს არასწორი ცხოვრების დღესდღეობით. ანუ შეიძლება იყოს, მხოლოდ ეს კი არ გაჩვენო, მილიონზე შეიძლება კონტრაქტი. სიმართლე გითხრა, ეხლაც მაქვს ხოლმე ეგ, რომ საერთოდ რისთვის ვაკეთებ ამას, ალბათ ადამიანები მაგას სულ ეკითხებიან საკუთარ თავს რა. შეიძლება ვიღაცები არც ეკითხებიან, მაგრამ მგონია, რომ ის ადამიანები ზოგადად კითხვებს არ სვამენ, არსებობენ ეგეთი ადამიანები. მე კითხვები ბევრი რამის მიმართ მიჩნდება რა, ბავშვობიდან ეგრე ვიყავი, დედაჩემი სულ მეჩხუბებოდა, რომ რაღაც თვითდაჯერებულ იდიოტს მეძახდა ხოლმე, იმიტომ რომ მასწავლებელ თუ რაღაც ცოტა გაუგებარს მეტყო და სულ მქონდა კითხვები, რომ რატო და ჩემს მქონდა ის პრობლემა, რომ რატო უნდა იყოს შენ ერთადერთი, ვინც მაგას იკითხავს და მეთქი იმის გამო, რომ სხვა არ კითხულობს, მე რატო არ უნდა ვიკითხო რა. და ნუ ეხლაც შესაბამისად ჩემ თავთანაც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ხოლმე, რომ აი საერთოდ რატო ვაკეთებ ამას ამ ცხოვრების მერე რამე ხდება? შეიძლება ხდება, მაგასაც არ გამოვრიცხავ, არ ვიცი, მაგრამ მაგის გამო მაშინ რატო ვაკეთებ? ანუ უბრალოდ თავს ვაჩვენებ ვიღაცას, რომ კარგი ბიჭი ვარ. კარგად რა იცხოვრო, არა? ხო და საბოლოოდ იქ მივდივარ, რომ უბრალოდ ჩვენი ალბათ მიზანი ადამიანების არის ის, რომ უბრალოდ არ დავუშავოთ ვინმეს რამე და თუ შეგვეძლება პირიქით. ერთი და მეორე საკუთარი თავი აირჩიო რა. ეხლა რომ დასრულდეს ცხოვრება, მე რა არც არაფერი. ხო, მაგრამ ზოგჯერ ეგრე მეფიქრება. მოყვები მაგ ლოგიკაში, მაგრამ იქამდე სანამ დასრულდება, ცხოვრებით უნდა იკაიფო რა. ეგ არის სიამოვნება უნდა მიიღო. ხო და ნუ ზოგი მაგას იმაში ხსნის სიამოვნებაში, რომ აი ხა ამდენი თუ ვიმუშავე და ვივარჯიშე და რაღაცა, როდის გავიკაიფო და გაჩნია ის კაიფი ხო, ეგ არის ზუსტად. გაჩ მე მაგის გამკაიფო, აი დილიძე რომ ხვდება და ყავას აივანზე რომ სამ ისე კაიფობ, რა ეგეთი ადრენალინი არაფერში არ მაქვს. რაღაცა ოპერაცია გავიკეთე, ერთ თვე ვერ ვარჯიშობდი 3 თვე და ანუ მაგ ოპერაციას უნდა კითხო, იმიტომ რომ მე მაინტერესებს ქუთაისი როგორ გაგიგებს ზუძუების ოპერაცია რო გაიგებ. ხო, ზუძუების ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ უმეტესობა რასაც შევა რომ იდიდებს, მე დავიპატარავე. მოკლედ, ხო, ანუ ეს ხაკი ვხუმრობ, მაგრამ რეალურად მართლა მქონდა გინეკომასტია, რაც არის დაავადება, რომელიც არსებობს ორი სახით, ცრუ ან ჭეშმარიტი. ცრუ შემთხვევაში არის მხოლოდ ცხიმი დაგროვილი, რომელსაც მაინც ვერ შველის ვარჯიში და უნდა გამოიტუმბოს და კუნთში ვერ გადაყავს. არა, ვერ გადაყავს. აი ძუძუს თავები არის ოდნავ წამოწეული რა, ჩემს ირგვლივაც ბევრს აქვს მსგავს. მაგრამ ჭეშმარიტი გინეკომასტია, რაც მე მჭირდა, არის გარდა ამ ცხიმისა შიგნით ჩნდება რაღაც ჯირკვლები, რომელიც საკმაოდ მოცულობითია რა. რომ წარმოიდგინო, აი ქათმის მწვადი, ძალიან დიდი მწვადები რო არის, ეგეთი 5 ცალი ამომიღეს. უი, რა სერბიდან კი შეიძლება იყოს გენეტიკური, ან შეიძლება იყოს რაღაც ჰორმონალური დარღვევა ბავშვობაში რა. და მაგ დროს ჩდება, რომელიც შემდეგ იზრდება და ნუ ვერაფერი ვერ აქრობს. თუმცა რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ, ნუ თავიდან გაჩენის რისკი არ არსებობს რა. ისა ჯანმრთელობისთვისაც არ არის ცუდი, მაგრამ მე სიმართლე გითხრა გავიკეთე მაინც ვიზუალის გამო, რადგანაც მქონდა ის მომენტი, რომ თუ კი ამდენი ვივარჯიშე, გამოვშრი რაღაცა, მაგრამ ძუძუები მაინც დამრჩა. ჩამოწეული, რატო არა რა? ეხლა წარმოგიდგენია, რამდენ ბიჭს აქვს მაგის კომპლექსი, იმიტომ რომ გონიათ რომ არ ვაზვიადებ 300-მა ბიჭმა მაინც მომწერა და ვეცადე რომ ყველასთვის მეპასუხა. დავწერე რაღაც შაბლონი და ყველას ვუგდებ. სტერეოტიპების მგრევა ხო ასე ხდება, რომ რაღაცნაირად ადამიანები რომელსაც მეტი ნუ ინფლუენსი. ხო, ნუ ინფლუენსის გარდა რაღაცა მიმღებლობა მისგან ინფორმაციის არის ვიღაცგან არ მიიღებ და შესაბამისად შე რომ ამას ამ ინფორმაციას ავრცელებ, რომ ბიჭ შეუძლია იგივე გააკეთოს, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში აი გადატეხა ჩვენი სტერეოტიპები ზუსტად აი ასეთი ტიპის საჯაროებით ხდება. დედა ახსენე რამდენჯერმე დედასის გაუკეთე დედა ბინა დედა გადაწყდა თავარი ადამიანია? კი, სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ ძალიან ცუდათაც მიპასუხე დედა ჩემისთვის, სხვათა შორის ჩემი პასუხების გამოც უტირია და რაღაცა. მაგრამ ზუსტად ვიაზრებ, როგორ უანგაროდ ვუყვარვარ მეც და ჩემი დაც რა. და ზუსტად ვიაზრებ, ჩემი აზრით მას
აღზრდის და გაზრდის პროცესებში, როგორც გონია, რომ აბსოლუტურად ყველა ჩემ ხელას დედას და მამას ჰქონდა პრობლემები და ამ გადმოსახედიდან რო ვუყურებ, მე საერთოდ სხვანაირად გავზრდი ჩემ შვილს და დედა ჩემისთვის მithქონს ეს და გვისაუბრია იმ თემებზე, რომ აქ ეს ჩემი აზრით არასწორი მიმართულებით წამიყვანი აქ არასწორად, მაგრამ მე ვგრძნობდი იმას, რომ რასაც აკეთებდა, ყველაფერს აკეთებდა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვყოფილიყავი უკეთესად. თუ კი ფიდბექს არ ვიღებ, კარგად გაკეთებული რაღაცის შემდეგ მოტივაციას ვკარგავ რა. და ერთ-ერთმა ჩემმა დამსაქმებელმა, რომელთანაც მეგობრობდი, მითხრა, რომ ბავშვობაშიო გაკეთებდაო დედა შენი და მეთქი ძალიან იშვიათად რა. მაგრამ დედაჩემს რაღაცნაირად ტექსტი ჰქონდა, რომ არ ანუ შენ ხო იცი რომ მე ცოდნა ჰქონდათ გაზრდის. აი მაგალითად ჩვენ გვასწავლენ ბავშვობაში, რომ საკუთარი თავის არჩევა ეგოიზმი იყო. და ამ დროს პირიქით საკუთარი თავის არჩევაზე დგას ყველა სისწორე შემდეგ ყველა გადაწყვეტილებს. ანუ ასე ესე ანუ ეგრე გაიზარდნენ თვითონ და ეგ ხო იცი როგორ არის გადადიხარ და შენ მე თვალსაჩინოს რომ იფართოებს სხვა რაღაცებით ამ საუკუნეში ცხოვრობ ინფორმაციას იგებ TikTok-ზე იქ შემეცნება შეგეძლო საკუთარი რესურსი და არ არის აუცილებელი წახვიდე რაღაც დაამთავრო. ანუ დაგუგლავ და ისე სწავლის შესაბამისად მე უკვე შენ სხვანაირად უდგები. ზოგჯერ მეუბნებოდა ის ბებიაჩი თავისი ბებიის ფრაზას გაზარდე შვილი მტრულად და აქ-ჩება მოყრულად და რაღაც ეგეთი. აი სხვათა შორის მარტო რო გადავედი სახლში უკვე იქ დიდი ღომში. ხო, დიდი ღომში. თუ განსაკეთებელს დღის რო ჩამოწერდი ხოლმე, მან შემყავდა სარეცხის გარეცხვა, ჭურჭლის გარეცხვა, თეთრეულის გამოცვლა და ეგეთი რაღაცაები რა. და ზოგჯერ მქონია დღეები რომ მარტო სახლის სახმები ვაკეთე, დავასრულე დღე და ესე ვზივარ და ვფიქრობ, აუ რა პროდუქტიული დღე მქონდა, საღოლ გიორო, სახლში ყველაფერი გააკეთა. მე ვიაზრებ, რომ დედაჩემი ამ ყველაფერს ანუ ისე აკეთებდა ყოველ დღე, რომ თითქოს მე კვილებს რო იხეხავ დილასაღამოს, აი ეგრე შვებოდა დილასაღამოს სახლს ალაგებდა რა და ამაზე არნაირი პრეტენზია არ ქონია. მაგალითად, რაღაცა წევარ ლოგინში და აუდე წყალი მომიტანე. რაღაც მან შეხარო ვფიქრობ, ჩემს შვილს შეიძლება არ მიუტანო და ადქი და დალიო, რა წყალი მოგიტანო თან 12-ზე რო გავიღვიძებდი ხოლმე და რაღაცა და აი დედაჩემისთვის ვალი იყო თითქოს ეგ და ანუ აი თითქოს ჩვენ დაქირავებულები ვყავართ სახლში თუ რაღაცა რომ ეს ყველაფერი უნდა აკეთოს რა ანუ მეც რომ მივსულვარ და ჭურჭელი გამირეცხავს და რაღაცა რატო შვებიდე მეთქი რატო არ უნდა ვქნა ანუ შენ საკუთარი რესურსით საკუთარი ამ შენი ამბით ახლა უკვე ახერხებ იმას რომ ორი ბინის უზრუნველყოფა გააკეთა თუ გეხმარება კი და ნუ როცა შემიძლია ვცდილობ რომ რაღაცები გავუსწავრო ჩემებსაც რა. ძალიან მაგარია. ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის გზა გახდა კი. აი მაგალითად დიდი დიღმიდან რო გამოვედი პირველად. მაშინ ავტობუსით წავედი სახში და ავტობუსით დავწერე ტექსტი და ეხლა რავი საკმაოდ კარგი მანქანა მყავს, რომელიც სესხის გარეშე ვიყიდე, ვცდილობ სესხები აღარ ავიღო და რასაც შევიძენ ხოლმე, ვცდილობ რომ ჩემი შევიძინო. ეხლა ძალიან მინდა რომ იტალიაში წავიდეთ, იტალიაში კი არა, აგვისტოში წავიდეთ. იტალიაში მე ჩემი დედა ჩემი იმედია შევწყვეტ რა. ძალიან მაგარია. ხო. ჩემი საყვარელი რუბრიკა არის, აი უცხო გოგოები რო პაემაზე დაყავს. ხო. ყოველ ჯერზე მშივდება რო ჭამთ. ყოველ ჯერზე. და ეგენ მართლა უცნობები არიან. კეთრი ახლა სიმართლეს. ყველაფერს ფარდა ეხება მეგობრებო. მოკლედ პირველ შემთხვევა იყო რომ მასთან დავიხატე ტატო ამ გოგოსთან. და შევთავაზე რომ ესეთი კონტენტის დაწყება მინდა. ხო არ გინდა რომ პირველი იყო შენ. და მეორე დღეს დავედით. ანუ უცხო იყო, მაგრამ აი ეს რენდომაიზერით არ მომირჩევ და რენდომაიზერით არ ვარჩევ ხა ფოლოვერებიდან. ხო. იქნებ ვიღაც ფსიქოპათი გამეჩითოს. ან ქმარი ყავდა შეჭვია. ხო, და ისედაც ხა არც ჩემს ცოლს ან შეყვარებულს რომ ვიღაცა მიწეროს რომ ხო არ წავიდეთ ვახშამზე, პაემანს არ ვარ მე ვახშამზე. ну майндეიტია. ხო. მე იყო შემთხვევა რომ ცეხში ვიყავი ერთ-ერთი კომპანიის დაბადების დღეზე, ერთ-ერთ ადგილას და მან მითხრა რომ თუ გინახავს მე ვაკეთებ დაბადების დღეების მიულოცვის ვიდეოს. მან მითხრა რომ შენო გაკეთებული გაქვს ჩემი დაბადების დღის ვიდეო და ის ბოლო ვიდეო ვახშამზე რო ყავდა უგოგო ძალიან მომეწონა. მეთქი ხო არ გინდა შენ იყო მეორე ვახშამზე. რავი შეიძლებაო და მან გავიცან იდეაში და მან უცხოა კი ეგეც უცხოა კი. ნებისმიერ შემთხვევაში ეხლა კალვინის საჭმელად ვიყავით ეგეც უცხო იყო. ერთი ინფლუენსერი მყავდა რომელზეც არც მალო ვიძახი რომ მეგობარია და გონია რომ ხასიათს არ უკარგავ რა და არასდროს არ ვაკეთებ ისეთ ვიდეოებს რომელიც ჩემს მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება რა. მაგალითად ხო არ ვიცი არასდროს გადავიღებ ანტიპატრიოტულ ვიდეოს ან პრორუსულს და ქონიათ მაგალითად Yandex Food-ს ქონდა 5 სხვადასხვა აკაუნტიდან წერდნენ რომ ვიდეო გავაკეთოთ რაღაცა და ნუ არ დავთანხმდი. სხვათა შორის მე უბრალოდ ინტერესისთვის ერთ-ერთ ვუთხარი მეთქი 5000 ლარი მინდა მეთქი ისე მე გაცილებით ნაკრებს ვიღებ
და დამთავრდნენ ამაზე და მან მივხვდი რომ ძალიან ბევრ კრეატორს შეეხმიანნენ და მივხვდი რომ ძალიან ბევრი კრეატორი კარგად აზროვნებს საქართველოში და სწორ მხარეს დგას და არ დათანხმდა, იმიტომ რომ ბაზა გაუგაძვირა პროდუქტი. ხო, 5000 ლარზე გადამხდელი ყო რა არ გადავიღებ ჰომოფობიურ ვიდეოს არასდროს მე შეიძლება შევასრულო არ ვიცი რაღაც როლი კონკრეტული, მაგრამ არასდროს იქნება ეს ისეთი რომ ვინ ან დისკრიმინაციას არც სექსისტულს რამდენჯერმე სექსისტულ ვიდეოებში დამადანაშაულეს, როცა გოგოს პროტოტიპი გავაკეთე, რომელიც მაგალითად მანქანებში არ ერკვევა. თუმცა აქ მე ჩემი არგუმენტები მაქვს, რომ თუ დავწვრიმალდებით, მაშინ გლდანელ ბიჭებზე რო ვღადაობ, რომლებიც სემიჩკას პირიდან იფურთხებიან, პირობითად გლდანელს რა მნიშვნელობა. მაშინ აქ ბიჭების დისკრიმინაციაც გამოდის, ხო? და არ შეუძლია, ანუ მან სადაც გვარი რთულად გადის, მაგრამ არ ვიცი, ვინმეს თუ ვერ ხვდება და ჩემგან დამტკიცება ჭირდება, მე რავი, ფემინისტათაც კი შემიძლია მივიჩნიო თავი, იმდენად მგონია, რომ ქალი ჩვენზე უფრო ძლიერია, მეტიც ვიდრე ჩვენი თანატოლი, იმიტომ რომ მე რამდენიც წამიკითხავს და რაც მინახავს და მოუყოლიათ, ალბათ ვერასდროს შევძლებ, რომ ბავშვი დავბადო და ქალები ჯერ მარტო 9 თვის განმავლობაში. ნუ აი ხო. მე რეაკეთე ის ყველაფერი. ხო, ანუ ნემს იმ კბილის ტკივილზეც ძალიან ბევრ ნემს ვირჭობ ხოლმე, რომ ცოტათი მაინც არ ვიგრძნო რა, როცა მიკეთებენ და მე ვიაზრებ, როცა აი ამ ხელა მუცელი გაქვს ჩამოკიდებული, მანქანაში 3 საათი რო ვზივარ, წელის ტკივილი მეწყება ხოლმე, მე 3 საათი წევა, რომ არ მეტკინო და ნიმესილს ვამ და ქალებო, არ ვიცი, ძალიან ძლიერები ხართ და ძალიან მაგრები ხართ და ეს მიდგომა საერთოდ საქართველოში რომ ქალს ბატის ტვინი აქვს და ქალი ახლო მხედველია და კაცი შორს მხედველი ხო? და ქალმა მანქანის წარება არ იცის. განახებთ. ვინ აყენებს მანქანას ისე როგორც მე. თან ქერა ვარ. ეხლა მან მოდი ვიკავმოთ. სქესი არა განსაზღვრავს. მე კაციც მინახავს რომელიც ტელეფონში აკეთებს რაღაცა. ორ ჯარი მავიღე ბოლოთ. მე შენ განახებ როგორ ვაყენებ მანქანას ცალი ხელით. აი მე ვერ ვაყენებ. არ არსებულია რომ მე ორჯერ გავწია და ჩემ მე მყავს ასევე მეგობრები რომლებიც ზუსტად ესე გადაობენ გოგო მძღოლებზე და ხმას ვეღარ იღებენ. აი რო ნახეს თქვენს რომ აი დაანგრია ყველა აი ეგ ხო მაინც მესმის რომ საერთო ეს სტატისტიკაა, მაგრამ სტატისტიკურად ქალები უფრო ცუდად ატარებენ მანქანას, საიდან მოდის? ანუ ქალის გენდერიდან კი არ მოდის. იქიდან მოდის რომ მამები ბიჭებს მაგალითად 3 წლის ასაკში სვამდნენ საჭესთან და ქალი ვინმე გინახავს რომ მამა ძალიან ცოტა. აი ეგ ყველაფერი მაქედან მოდის. მინდა გითხრა ძალიან დიდი მადლობა და მართლა ძალიან კარგი რესპონდენტი ხარ, გახსნელი და დავასეც ველოდი, არაფერი არ გამყვირებია. არ გამყვირებია რომ ასეთი იქნება და ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები.